შესაძლოა ითქვას, რომ მართლაც ჩქარობს ბრალდების მხარე ამ პროცესების დასრულებას, რადგან დღეს გავიგეთ, რომ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი პროკურატურამ დაასრულა. ეს გულისხმობს იმას, რომ ბრალდების მხარე აღარ დაკითხავს თავის მოწმეებს და აღარ მოიკვლევს სხვა მტკიცებულებებს და ახლა ყველაფერი იქნება დამოკიდებული დაცვის მხარეზე, რამდენ მოწმეს გამოკითხავს და რამდენ მტკიცებულებას მოიკვლევს. Კითხავთ გიორგი ბაჩიაშვილს მის პოზიციას, რას ფიქრობს? თქვენ თუ გრჩებათ განცდა, რომ პროკურატურა ცდილობს რაც შეიძლება მალე დასრულდეს თქვენი პროცესი და განხილვა და განაჩენი რაც შეიძლება მალე დადგეს. ივანიშვილი ცდილობს რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს პროცესი, იმიტომ რომ მისთვის ყოველი დღე არის ტკივნეული, თვალსაჩინო ხდება მისი ასე ვთქვათ ამ გამოძალვის ოპერაციის მთელი ბედკრულობა. მან ჩართო მაქსიმალურად ყველა ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რაც კი შეეძლო რომ რამენაერად დაემტკიცებინა თავისი ნარატივი, თუმცა ფაქტი არის ძალიან მარტივი. ესე იგი, ყველა სახელმწიფო ექსპერტი, ნათია თურნავა იქნება ასევე თუ სხვა ნებისმიერი იგივე საგადასახადოს ექსპერტი, ისინი ეფუძნებიან პროკურატურის დადგენილებას. ანუ პროკურატურამ დაადგინა, რომ ივანიშვილი არის ინვესტორი და იმის გარშემო მოძრაობენ. დაუშვათ იგივე ეროვნულმა ბანკმა. მათ ქართულ ბანკის წერილის საფუძველზე დაადგინეს, რომ თურმე ბიზინა ივანიშვილი ყოფილა ინვესტორი. შესაბამისად, ანუ თავისივე პროკურატურის და ქართულ ბანკის მიერ გავრცელებულ ჩვენებებს ატრიალებენ და უკვე მოგოვლენ როგორც ჭეშმარიტებას დაუშვათ ეროვნული ბანკი თუნდაც საგადასახადო ექსპერტი, რომელიც დაეკითა და მან თქვა პირდაპირ, რომ მან უბრალოდ მიიღო ინფორმაცია თუ რა პროცენტებით უნდა გადაეთვალა წილები ჩემსა და ივანიშვილს შორის და ამ პროცენტებით უბრალოდ მათემატიკური არითმეტიკული კალკულაცია შეასრულა, რომელსაც ნებისმიერი სკოლის მოსწავლე შეასრულებდა. აი თურნავასგან ელოდებოდით წინასწარ კომენტარი რომ გავაკეთეთ, რომ შესაძლოა მას ენახა რაიმე დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა და მანამდე თქვენც კი არ იცოდით, რომ ივანიშვილი იყო ინვესტორი. დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე, რადგან დახურული იყო, არ ვიცით. რაიმე მსგავს დოკუმენტზე ისაუბრა, რაც არის და იქნება მტკიცებულება, რომ ნამდვილად ივანიშვილი იყო ინვესტორი და თქვენ რეალურად მისი თანხები როგორც გედავებათ მიითვისეთ. არ უსაუბრია და ვერც ისაუბრებდა. მან როგორც ივანიშვილმა დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება იმისი, რომ ივანიშვილი არის ინვესტორი, არ არსებობს. მან მოიშველია ისევ ქართულ ბანკის მხრიდან მიწერილი წერილი ეროვნულ ბანკზე, სადაც ქართულ ბანკი თვითონვე აღიარებს, რომ ივანიშვილი იყო ინვესტორი და ეს საკმარისი იყო, რომ ჩვენ დაგვეჯარიმებინა ქართულ ბანკი. დადასტურდა თქვენი ეჭვი, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკი გამოიყენა ივანიშვილმა იმისთვის, რომ საქმეში გამჩნდარიყო ეს დოკუმენტი, სწორედ რომელიც ადასტურებდა და დაადასტურებდა, რომ ბიზნესმენი რეალურად იყო ინვესტორი. ქალბატონ ნათიამ თვითონვე დაადასტურა, რომ ეროვნული ბანკის ისტორიაში იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც მათ სესხი გადაკვალიფიცირეს ინვესტიციად. თუმცა აქვე რომ ჩავეკითხეთ, თქვა, რომ ეს გადაკვალიფიცირებული ინვესტიცია არ ნიშნავდა ამ ბანკის ბენეფიციარ მესაკუთრის ინვესტიციას. ანუ არ არსებობს პრაქტიკაში, ეროვნული ბანკის პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც მათ აიღეს და რომელიმე ბანკის სესხი გადააკვალიფიცირეს ამ ბანკის დამფუძნებლის ინვესტიციად. საინტერესო იყო ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის გამოკითხვაც. ყველა სიტყვაზე ის ამბობდა, შესაძლოა იყოს სავარაუდოდ, მეტნაკლებად. თქვენთვის რამდენად ღირებულია მისი ჩვენება დღევანდელ სხდომაზე და რა გიჩვენა და რა დაადასტურა? ერთია რომ მტკიცებითში წეს, რომ ეს არის ფალსიფიცირებული ჩანაწერი, თუმცა პროცესზე ცოტა სულ სხვანაირად საუბრობთ. ესე იგი, მე როგორც ამ ტექნიკურ საკითხებში შეიძლება ითქვას დილეტანტი, შემთხვევას გახდა ცხადი, რომ ამ ქალბატონს არ გამოუყენებია არც ერთი ინდუსტრიული ნორმა ან მეტრიკა, რის საფუძველზეც იტყოდა, რომ იყო დაუშვათ ამდენი მონტაჟი, იყო წვეტები, იყო არ ვიცი, დამატებითი დიქტორი და ასე შემდეგ. მან უბრალოდ პროგრამაში დაათვალიერა ვიზუალურად ეს ჩანაწერი და ვიზუალური გრაფიკებიდან გამოიტანა გარკვეული დასკვნები. თუმცა ნებისმიერი რეალური, ნამდვილი პროფესიონალური საექსპერტო ბიურო იყენებს სტანდარტებს, იყენებს მეტრიკებს, იყენებს გარკვეულ გადახრების კოეფიციენტებს, რაც უკვე
ადასტურებს უკვე ასე ვთქვათ ექსპერტულად მხოლოდ ადამიანურად კი არა, არამედ მონაცემებით ადასტურებს, რომ რაღაც დაუშვათ ჩანაწერში იყო ჩარევა, ფაილი იყო მოდიფიცირებული ან დამონტაჟებული და ასე შემდეგ. აქ ამას ადგილი არ ქონდა და ამ ხალბატონმა თვითონვე განაცხადა, რომ არანაირი ციფრობრივი კვლევა და დასკვნა არ არსებობს და ვერც იარსებობდა. გერმანიაში გაქვთ გაგზავნილი, როდის ელოდებით რა პერიოდში დაახლოებით? წესით, რა ვიცი, ძალიან მალე უნდა იყოს ველოდებით, ყოველდღე ველოდებით პრინციპში. კი ბატონო, მადლობა. ასეთი იყო გიორგი ბაჩიაშვილის შეფასება დღევანდელი პროცესის შემდეგ, რომელიც ფიქრობს, რომ ნათია თურნავაც და ყველა ექსპერტის გამოკითხვას, რომელიც დღეს იყო, ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ყველა ასრულებდა რეალურად ბიძინა ივანიშვილის დავალებას და მისი მითითებით და დირექტივით მოქმედებდა. სავარაუდოა ისიც, რომ პროკურატურა მას შემდეგ, რაც სადაოდ აღარ ცნობს დაცვის მხარის მტკიცებულებებს თუ მოწმეებს, რამდენიმე მოწმის გამოკითხვას ვიხილავთ, სავარაუდოდ ერთი იქნება გიორგი ბაჩიაშვილი თავად და კიდევ რამდენიმე პირი შეიძლება დაიკითხოს. ამის შემდეგ, როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, მიზანი არის ივანიშვილის ერთი, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს მისი სასამართლო პროცესები და მალე დადგეს განაჩენი.